კეთი როგორ არის იცი? გელა ბარკალაია წარმოიდგინეთ თქვენ ძალიან დიდი გზა გაიარა და გელამ რო არის ის 300 მეტრის ქვევით მიწის ქვევით რა არის ის ვიცი. ჩიტი რომ მიფრინავს ზევით აერში შევხედავ და ვიცი გულში რა აქვს. უნდა იცოდე გამოცდილება უნდა ქონდეს. თუ გინდა მაგარი იყო, უნდა საქმე იცოდე, პრაქტიკა უნდა ქონდეს მიღებული. შენ არ წიგნი იცი, არც პრაქტიკა იცი და როგორ გინდა ახლა საქმე ვაკეთო და წარმოებები მართო, ხო? ჩვენ გვყავს თაობა, შალვა, უკეთესი რო არ არსებობს ისეთი. მაგრამ ამ ჩვენ ახალგაზრდებს ჩვენ არ ვაძლევთ. არც განათლების საშუალებას, სტიმულს არ ვასწავლით, თავისით რაღაცას სწავლობენ ბავშვები, სწავლობენ და მერე სამსახურს ვერ შეულობენ. ვიღაცის შვილი მიყავთ სამწუხარო კი არ არის კაცო, ეს არის საშინელება. ვიღაცის გაუნათლებელი შვილი მიყავდა ისეთ თანამდებობაზე სვამენ, მე მიკვირს ახლა სოფლის მეურნეობის სამინისტროში რო ხდება, ხო? რა ხდება ბიჭო, ვინ, სად, რა, როგორ? როცა განათლებული ჭკვიანი ხალხი ზის სახში ახალგაზრდები და მერე მოვა კაცი და ეტყვის, მოდი ხარ იტალიაში, გაძლევ $5,000 და იმუშავებ, წავა, გაგიჩერდება და ამიტომაა დიდი და პატარა. მე გეუბნები შალვა 10 დღეში შეიძლება საქართველოში წესრიგის დამყარება. 10 დღეში. ვინც პირველი პირია ხალხს უნდა უყვარდეს. მაგრამ ხალხს არ უნდა უღალატო. ქვეყანას უნდა მიხედო პირველ რიგში, ხო? ყველაფერი იცი შალვა. ვინ არის ის, ვისია ტაქსი აეროპორტში, ვისია ფეხბურთი, ვისია კალათბურთი, წვიმა რატო მოდის? ან ქარი რატო უბერავს? ნებისმიერო ადამიანმა იცი საქართველოში, ხო? ეს საქართველო პატარაა. მარტო ჩვენ სოფიში რასაც ყვებიან, მე ვარ გაოგნებული, ხო? აი ამ მიდგომით ქვეყანა წინ არასდროს არ წავა და ვიძირებით ყოველდღიურად. როგორ შეიძლება 3 მილიონიან ქვეყანაში ერთ წელიწადში 10 პრეზიდენტი შეიცვალოს, ან 10 პრემიერი. და ბიზნესმენები ამას რო უყურებენ, მერე ფულს არ დებენ კეთი საქართველოში. საქართველოში ამ მიდგომით ფულს არავინ არ ჩადებს. ზევით ბიზნესი პარლამენტარებისა 100%. და ყველაფერი დაფინანსება და ყველაფერი მაგათაა. აი რაკნას მეორე კატეგორია, მე გეკითხები კეთი. უაღრესად განათლებული ადამიანი ბზანდებით. გეკითხები კაცო, რაკნას მეორე კატეგორიის ბიზნესმა. დამწყებმა რაკნას. გელა ბარკალაია მივიდა და 2 მილიონი მომეცი მეთქი ბანკს. და 2 მილიონი გელა ბარკალაიას არ მისცეს